იმ დღეს მისი გაუჩინარება დამთხოვა არ უნდა ყოფილიყო. სინამდვილეში მართლა შეეძლო ასე მოქცეულიყო. იმ დილით, იმ ღამის შემდეგ, როცა მის მკლავებში აღმოჩნდი, სინდისის ქენჯრამ შემაწუხა. იმ დილით სუნთქვა მიჭირდა. შილო, ასე არასდროს მოიქცე, კარგი? ასეთი უგულო არ გახდე. იმას არ დაემსგავსო, ვინც არ რეკავს. დაჯექი. Kendimi sonsuz bir boşluk. უცებ სიცარიელი ვიგრძენი. Dipsiz bir გრძნობდი რომ ჭაობში ვიძირებოდი. üzüntü. სიცარიელი, რომელიც შიშმა, წყენემ და ეჭვმა გააჩინა. Elimi kolumu bağladım. ხილფეხ შეკრული, წყდიეჭი აღმოვჩნდი და იქ ველოდებოდი. Yalnız bir bataklıkta bekledim. ძალა წამერთვა და განძრევის თავი აღარ მქონდა. ჩემს მოსწავლეებთან სკოლაში სიარულს ვაგრძელებდი. მათ ის ცვლილებები შენიშნეს, რაც ჩემში ხდებოდა. თავად ვერ ვამჩნევდი, მაგრამ იმ ჭაობიდან ამომიყვანეს, რომელმაც ჩამითრია. ერთი თვე გავიდა. მისგან არაფერი ისმოდა. დრო და მისი არ ყოფნა იმაზე მეტყოლებდა, რომ დავავიწყდი. ჩემზე არ ფიქრობდა და არ ნერვიულობდა. როგორც შენ ილიას. ძალიან გავს. ეს რომანი უკვე ნერვებს მიშლის. ნეტავ მალე დამთავრდეს. ხუთმეტი დღის შემდეგ. Biz elimizden geleni ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო. ახლა ჰელი ნიჯერია. en iyisini უკეთესი სიმედი უნდა ვიქონიოთ ილიას. კარგი? güçlü ol. ძლიერი უნდა იყო. Bak biraz daha ცოტა კიდევ მოითმინე. inanıyorum yarım. ჯერა რომ ხოლ სასამართლოში კარგ შედეგს მივაღწევთ. Bu ne? ეს რა არის? წერილია სიესთვის. დავწერე რატომ გავხდი იძულებული რომ ისთვის ტყუილი მეთქვა. ხოლ თუ დამაპატიმრებენ, ასიეს მიეცი, კარგი? თუ გამათავისუფლებენ, ყველაფერს თავად მოუყვები. Eğer bırakırsa zaten ben kendim açıklarım. Nerede bu İlyas? ილიასი სად არის? Ne bir haber alıyorum. არ მირეკავს, არ მიკავშირდება. 15 უკვე 15 დღე გავიდა. მხოლოდ 5 შეტყობინება გამომიგზავნა. ძალიან უცნაური ტექსტებია. Tuhaf yani. წამლების ინსტრუქციას გავს. თითქოს ილიასის დაწერილი არ არის. ჟიფასო ტელეფონი გაითიშა, რომ საერთაშორისო ზარებზე ბევრი არ დაეხარჯოს. Nasıl bahsediyoruz? ნუ მაცინებ ჯემ. ილიასზე ვლაპარაკობთ. ის ადამიანი, ვინც ფულს ჰაერში ყრის, ქურუშებზე ნერვიულობს. Neler diyorsun? ახლავე მომიყევით რა ხდება. Benim vaktim var. ბევრი დრო არ მაქვს. Asiyeciğim, ასია. canım bak. მაკედონიაში შეჯიბრება სამეტაპიანია. რამდენიმე რაიონში ტარდება. ხან სად მიდიან, ხან სად. Evet. Bak zaten biliyorsun programı. დიახ, კარგად იცი, რომ სულ დაკავებულია. ექვერი ვარჯიშა, იქ კი ბიჭი მგელით ვარჯიშობს. ილიასზე ვლაპარაკობთ. სადაც უნდა წასულიყო შვილს სკაიპით მაინც დაელაპარაკებოდა. Yemeğini სისულელეს ნუ მეუბნებით. Siz bu halkı რაღაცას მიმალავთ. მაგრამ მაინც გავიგებ. yakında çıkar kokusu. ეჭვი არ შეგებაროთ.
დიდი ხანია შენთან დალაპარაკება მინდა. კარგი რომ შევხვდით. რა გინდა? ილიასი რატომ არ შეაჩერე? რატომ მიეცი ჰელინთან წასვლის უფლება? თან წინასწარ კარგად წააქეზე. მხოლოდ ის არ გითხოვს, რომ წადი და ჰელინი მოკალიო. რა მექნა? ჰელინმა ის უნდა აკეთოს, რაც თავში მოუვა. მე კი შენსავით უნდა გავჩუმებულიყავი. თან არაფერი მომხდარა. ილიასი შეჯიბრებაზე წავიდა. რამე რომ მომხდარიყო? ილიას რამე რომ დამორთნოდა. შეიძლება ციხეში მოხვედრილიყო. მხოლოდ იმის გამო, რომ ჰელინი შეიძულე. მომისმინე ქალბატონო ადვოკატო. ასეთი ჭკვიანი თუ ხარ? დაფიქრდი, სანამ რამეს გააკეთებ. და ადამიანებს ნუაქეზებ. გასაგებია? გასაგებია. მაგრამ ჭკუას ვერ მასწავლე. მაშინ როცა ჩემს სიძეს ნებისმიერ წრულმანზე ურეკავ. თუმცა ცოლი არ ხარ. გული არ მიგდის? მიდი. შენ ხომ ყოველთვის ასე იქცევი, როცა სიმართლეს გაეუბნებიან. ენას ამოგაძრობ. ასია. გამიშვი. ასია ხო? საწოდავი ხარ, მხოლოდ ეს შეგიძლია. თავი მომაბეზრეთ. გირჩევ დამშვიდე. მოდი აქ, შენ გაჩვენებ სეირს. გამიშვი, მოდი აქ. ფილის, სულ შეიშალე. გამიშვი. წადი. თავი დამნებე. მომბეზრდა. ისევ ლაპარაკობს. ნაჯიკი, მოდი. გამიშვი, ვერ გადამირჩება. კარგი, არაფერი მომხდარა, ყველას ბოდიშს გიხდით.